დღეს კათოლიკური სამყარო ვალენტინობის დღესასწაულს აღნიშნავს. შეყვარებულები ამ დღეს ერთმანეთს აჩუქრებს შუქნიან და ცდილობენ 14 თებერვალი სასიამოვნოდ გაატარონ. იტალიელი შეყვარებული წყვილები ტრადიციულად წმინდა ვალენტინის საფლავს ეწვევიან. როგორც ცნობილია, შეყვარებულთა მფარველი წმინდანი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ტერნის ტაძარშია დაკრძალული. ამ ტაძარში წმინდა ვალენტინის დღესთან დაკავშირებით ყოველწლიურად საზეიმო მესა ტარდება. შეყვარებული წყვილები სწორედ ამ დღეს ცდილობენ დაქორწინებას. როგორც ცნობილია, კლაუდიოს მეორის იმპერატორობის დროს მღვდელი ვალენტინი ლეგიონერებსა და მათ შეყვარებულებს ჯვარს ფარულად წერდა 269 წელს. მეომარი რომის იმპერია ჯარისკაცების სიმცირეს განიცდიდა, ამიტომაც იმპერატორი თავის მთავარ მტრად ქორწინებას მიიჩნევდა, რადგანაც დაქორწინებული ლეგიონერი ოჯახზე უფრო ფიქრობდა, ვიდრე იმპერატორის დიდებაზე. ამიტომაც იმპერატორმა ლეგიონერებს დაქორწინება აუგზავნა, ვალენტინი კი შეყვარებულებს ფარულად ეხმარებოდა. ამის გამო იმპერატორმა მისი სიკვდილით დასჯა ბრძანა 469 წლიდან 14 თებერვალი წმინდა ვალენტინის დღედ გამოცხადდა.